მოგესალმებათ BMG Auto Show ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. გამოვცადეთ ახალი Chevrolet Captiva. გაიგებთ თუ რა ემოციები დაგვიტოვა საოჯახო 7 ადგილიანმა Mid crossover-მა. Bravo, შევი, მიდი. აი ახლა მანქანაა, მაგრამ აი სიტლანქის შეგრძნება არა აქვს და ეგ მომწონს ძალიან. ავტომობილისა და ადამიანის სიყვარულის განსაკუთრებული ისტორია. 25 წელი ერთად. Naoko Moshimoto's ისტორია BMG Auto Show-ში. რა ხდება მაყუჩების კანონზე? ჯარიმები იწერება მთავრობა დუმს. ველოდებით საფინალო შეხვედრას. სტუმრად გვეყოლება პროფესიონალი ავტომრბოლელი გიორგი კოდუა. ორი გასვლითი ეტაპი მქონდა. პირველზე საუდის არაბეთში პირდაპირ ვთქვათ მანქანაზე მომატყუეს და LS1 დამოხვედრეს LS3-ის მაგივრად და მეორე სიჩქარით უჭირდა მანქანას დრიფტი. და ვერ შევძელი ვერაფერი სამწუხაროდ და ეხლა უკვე ეს ამ გამოცდილებიდან შევარჩიეს საუკეთესო ავტომობილი 13,000 ევროზე მეტი გადავიხადე ავტომობილის ქირაობაში და სამწუხაროდ უკვე ტოპ 10-ში ვიყავი გადასული, ანუ საუკეთესო 10 რბოლელში და მაგ გარბენზე ალუმინის ფაიფინგი რიცის ტურბინის წნევა გადის რავში ხდება, გაიკეთა და ნადუხში ესე თქვა ბზარი და საერთოდ ორჯერიზე ძალა აღარ ქონდა. სამწუხაროდ მე-7 ადგილზე დავასრულე რბოლა. სამწუხარო არის მსგავსი რაღაცები ხდება. ტექნიკა ძალიან მებრძვის ხოლმე და არ ვიცი რაღაცა მინდა და ყველას მაგას ვთქო რომ რამე მირჩიეთ. გადაცემას ვიწყებ ძალიან სასიამოვნო სიახლით. გიორგი დანელიას წაართვეს მანქანა. მოგიყევი აი როგორ მოხდა ეს პროცესი და დაახლოებით რა დაგიჟდა ავტომობილის გამოყვანა. მოკლედ დილა დაიწყო ძალიან პოზიტიურად, კარგ ხასიათზე ვიყავი, ძალიან კარგი ამინდი იყო. ქუჩაში ჭიტები ჭიკჭიკებდნენ. ჩემი ავტომობილიც ძალიან დიდ ხმას არ გამოსწევდა და მივიდიოდი სამსახურში. სტანდარტულად, როგორც ხდება ხოლმე, პრიუსმა ჩამიჭრა. მომიწია პატარა მანევრის გაკეთება, რომელიც, მე ვთვლი, რომ საერთოდ არ იყო ან საავარიო სიტუაციის შექმნა, რამე მსგავსი. შემდეგ როცა უკვე სამსახურს მიუახლოვდი და კიდევ კაი რომ მიუახლოვდი და ცოტა ახლოს ვიყავ, იმიტომ რომ მე ავტომობილი წამართვეს. მომძებს პატრული, მაჩერებს და მეუბნება რომ მე დავარღვიე მოძრაობის წესები. ვთხოვე რომ აიხსნა სად როგორანაირად, რაც ეს პასუხი ვერ მივიღე, დაახლოებით 15 წუთი ველოდებოდი რომ ეთქვათ უბრალოდ რა გავაკეთე, იმისთვის რომ მოკლედ 300 ლარიან ჯარიმას მიწერდნენ. შემდეგ გადის რაღაც დრო და უისაუცრება თურმე ჩემი ავტომობილის მაყუჩი გადაკეთებულია. თან გავითვალისწინოთ ისიც რომ ცოტა ხნის წინ გამაჩერეს და კი ვაღიარებ, ჩემი ბრალი იყო. მაღაზიაში შევედი წყლის საყიდლად და ხოვედის გაკეთება დავავიწყდა. არაფერი არ მითქე, ჩემი ბრალია თქო და თავისთავად ეს ჯარიმა დამიწერეს, მაგრამ იმ შემთხვევაში ჩემი მაყუჩისთვის ყურადღება არავის არ მიუქცევია რატოღაც. გამოყვანას რაც შეეხება და რატო არ გავასაჩივრე, მაგასაც ავხსნი. მოკლედ, ჩემს ავტომობილზე თავიდან ეყენა ეგრეთ წოდებული სპორტული მაყუჩი და ამის კანონის შემდეგ მოხსენით ეს სპორტული მაყუჩი და მივაყენეთ ქარხნული მაყუჩი და იდეაში ამ ქარხნული მაყუჩის მიყენებაც ხდება როგორ? და გადავჭრათ, მოხსნათ და მივაკეროთ. რო ჩავეძიე ამ ყველაფერს სამხარაულში, როდესაც ავტომობილს ამოწმებ, თუ სიტყვაზე არ უნდა კონდეს ეგრეთ სვარკის არ უნდა კონდეს სვარკის კვალი და ჩემს ავტომობილს ქონდა სვარკის კვალი და მივხვდი რომ აზრი არ ქონდა გასაჩივრებას და დამორწმუნება ალბათ უყველა რომ 60% საქართველოში რაც დადიან ავტომობილები შეიძლება კონდეს სვარკის კვალი, იმიტომ რომ მით უმეტეს ჩვენი ბაზარი არის ამერიკიდან ჩამოსული ავტომობილებისგან და ამერიკიდან როგორი ავტომობილი ჩამოდის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. არ ქონდა გასაჩივრებას აზრი, ამიტომ დაველოდე 10 დღე. 10 დღის მერე მივედი. გადავიხადე 200 ლარიანი ჯარიმა ეს კონკრეტულ ხმაზე. ასევე გადავიხადე 300 ლარი და ევაკუატორის 300 ლარი და ამას პლუს დაემატა ის რომ
როდესაც დავრეკე და ვიკითხე რომ მქონდა თუ არა ავტომობილით გადაადგილების უფლება, რომ საჯარიმოდან გამომეყვანა და წამეყვანა ან სერვისში, ან სიტყვაზე სახლში დამეყენებინა, ამაზე მივიღე უარი და მომიწია ევაკუატორის ქირაობა და ევაკუატორით ჯამში სულ რა თანხა დაგიჟდა? ჯამში 200, 300 და 60. 560 ლარი დაჭდა მოკლედ ერთი სიამოვნება და ნუ თან სამსახურში დავაგვიანე, ის დღე საერთოდ ამერია, დილით შეხვედრა მქონდა და ვერ მივედი და ნუ აი ძალიან ცუდი მომენტი იყო რა. ასევე ძალიან საინტერესო ფაქტი არის ამერიკაში რამდენიმე შტატში, ნუ ეხა ჩვენთან მაყურზე არის ეს ყველაფერი გადაკეთებულზე, მაგრამ ხმაურზე არის აკრძალვა. ოღონდ მაყუჩის ხმაურზე კი არ არის ეს ყველაფერი. ხმამაღლა მუსიკის მოსმენაზე არის. ძალიან საინტერესო ფაქტია. პირველი ჯარიმა თუ არ ვშტები $250 არის. მერე 500 და 750 არის მერე. ისე ეგ კანონი არ ვიტყვი ახლა, მაგრამ საქართველოშიც კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე, რომ ჩემთან უბანში გაჩერდება ხოლმე ავტომობილი და წავაყოლოს ქართულ სიმღერას რო უსმენდეს, ხმა თუ ამოვიღო და რამე ვთქვა, მაგრამ სულ სიმღერას რო უსმენენ, ცოტა მაღიზიანებს. მიაგი ხო? მიაგის რო ცოტა მაღიზიანებს ხოლმე. ამიტომ ქართულს თუ მოусმენენ, ნუ დასაშვები იყო და. გასაგები. სხვათა შორის ერთი ძალიან უცნაური ფაქტი მოხდა, Honda-მ გაიწვია 1.4 მილიონი ავტომობილი. ძალიან მიკვირს ეს Honda-ისგან და არა მხოლოდ Honda-ისგან მიკვირს, თუ წაიკითხე რა პრობლემა ქონდა. წყლის პრობლემა. ანუ Honda-ს არ უნდა კონდეს მსგავსი პრობლემა. არასდროს არ ქონია მსგავსი პრობლემა. ერთ დავამატებ ბოდიში სხვათა შორის, ანუ ახალ მანქანებს რაც ჩვევია, ეხა ბოლო ორი ტაიპარი რაც გამოუშვეს ნიურბურგრინგზე, შუამდე არ მისული წყალსწევდა. აი არასდროს არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა და რატო ჭირდეს რაღაცა ვერ ხვდები. ყველაზე მაგარი რაღაცას ვიტყვი ხა. ბევრ ახალ მანქანასაც BMW-მ გამოასწორა წყლის პრობლემა. B58-ებში და სხვა ძრავებში არც თუ ისე ან კი განიცდის ეს ავტომობილი რაღაც კუთხით დეგრადაციას, ეს პლასმასის რაღაცეები, მაგრამ თუ ყველაფერი მწყობრში არის და გამართული არის, არ აქვს. BMW-მ შეძლო ეს და ნუ Honda-მ რომელიც 90-იანებიდან 80-იანებიდან მოყოლებული უშვებს ისეთ ძრავს. ჩემი ავტომობილი არის 96 წლიანი და ძრავი გახსნილი არ არის. სერვისი არ აქვს ჩატარებული და ისევ იდეალურად მუშაობს. აი არ ვიცი, ბევრ ახალ მანქანას ჭირს მსგავსი რა. Honda-ისთვის ეს მეგონი რომ ძალიან დიდი პრობლემა სირცხვილი არის. და მე ვფიქრობ რომ ეს არის იცილი სიბრალი ნიკა მატერიალების ადრე თუ ძრავები იქნებოდა რაც შეიძლება დიდი რესურსით და აი იმისთვის რომ უნდა ევლო ამ ავტომობილს, უნდა გაეძლო ყველაფერთვის, ეხლა უკვე ცოტა გააფუჭეს ასე ვთქვათ რა, მაგრამ ეხლა ელექტროავტომობილები ძალიან ელექტროავტომობილებზე მინდა ვთქვა BYD-ის სპორტულმა ავტომობილმა Rimax მოუხსნა რეკორდი. 472 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა და ეხლა თქვენს განახებთ ძოლის რეაქცია იყო 472 რობიდის და უცებ ათამაშდა ავტომობილი აი სახეზე ეგრევე შეატყობთ რა დაემართა. ნუ მაგრამ დაიმორჩილა და გააჩერა და ახალი სიჩქარის რეკორდიც დამყარდა ამითი ძალიან ისეთი რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს ჩვენთვის ავტომოყვარულებისთვის და ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების ხმავისაც გვიყვარს და რაღაცა. უნდა ვაღიაროთ რომ ელექტროავტომობილები ძალიან პრაქტიკულები გახდნენ და ძალიან ჩქარები გახდნენ. მაგრამ მე მაინც ვარ იმ აზრზე, ელექტროავტომობილი თუ ყავს, უნდა კონდეს კერძო სახლი. იმიტომ რომ აი სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია ჩვეულებრივ კორპუსის ვინაში დამიჯერე, იქ შეგიძლია რომ მერიას დაუკვეთო, დაგიმონტაჟონ, მაგრამ იქ იქნება რიგი, დავა, ჩხუბი, მთელი ამბები ის კი არა, ქალაქში დატენვა რომ მოგინდა, შეიძლება ტაქსისტმა გწემოს. მე მყავს ერთი მეზობელი, რომელიც მე-4 სართულიდან ჭიმავს ხოლმე კაბელს და ისე ტექს ხოლმე. ხო, მაგრამ ეხლა 12 საათი უნდა ტენო მაშინა. იყო და ძალიან სწრაფად აკეთა. ხო, არა, წვიმაზე ახალ მანქანებს არა აქვს. არა, წვიმაზე ახალ მანქანებს არ აქვს, მაგრამ რამოდენიმე გადასაბმელს და მაგზელებებს რო გადააბა ერთმანეთზე რა თქმა უნდა იქნება. მაშინ რისკი არის. კარგი, მოდი მივახილოთ ავტოსიახლეები და დაგიბრუნდებით ისევ სტუდიაში ძალიან საინტერესო სიუჟეტით. ერთ თვეში საქართველოში მანქანების რაოდენობა 16000-ით გაიზარდა. ამ მომენტისთვის კი უკვე 1,964,000 ავტომობილზე მეტია რეგისტრირებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის ბოლო მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილია რეგისტრირებული. უფრო კონკრეტულად, ქვეყანაში რეგისტრირებულია Mercedes-Benz-ის 223,300 ერთეული, Toyota-ს 201,556 ერთეული, Ford-ის 178,990
163 ერთეული. თუ მოსახლეობისა და ავტომობილების რაოდენობა შევაფარდებთ, გამოდის, რომ 1.8 კაცზე 1 მანქანა მოდის. 2024 წელს 2 ადამიანზე 1 მანქანა მოდიოდა, ხოლო 10 წლის წინ 3 ადამიანზე 1 ავტომობილი. თუ მუსიკის ხმამაღალი მოსმენა გიყვართ, მაშინ ჯობს ნიუ-ჯერსიში ჩასვლისგან თავი შეიკავოთ. ახალი რეგულაციები თქვენი საყვარელი საქმიანობა ფულად ჯარიმად და მართვის მოწმობაზე ქულების დაკარგვად დაგიჯდებათ. კომიტეტის წევრების მიერ დამტკიცებული წესდება ჯარიმებს ითვალისწინებს ყველასთვის, ვინც ავტომობილის ხმაურის შესახებ კანონს დაარღვევს. მიუხედავად იმისა, რომ ხმაურის შესახებ კანონპროექტები როგორც წესი გამონაბოლქვის სისტემებისთვის გამოიყენება, ამ შემთხვევაში ის მუსიკის ხმამაღალ მოსმენას შეეხება. პირველი დარღვევისთვის $250 დაჯარიმდებით. მომდევნო ჯარიმა $500-მდე გაიზრდება, სამჯერ ან მეტჯერ მჟავრდებული პირები $750 გადაიხდიან. ეს ცოტა ნამდვილად არაა, თუმცა კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია კიდევ უფრო მკაცრი იყო. კერძოდ კი ის საავტომობილო საშუალებების დაყადაღებას და ჩამორთმევასაც ითვალისწინებდა. ჩამორთმევის შემთხვევაში კი სატრანსპორტო საშუალებების განადგურების ალბათობაც კი არსებობდა. ჩინური ავტომწარმოებლის BYD-ის ინფორმაციით, მათ მიერ შემუშავებულმა საგზაო ჰიპერკარმა გერმანიაში სატესტო ტრასაზე მაქსიმალური სიჩქარე 472 კმ/სთ განავითარა. ეს შედეგი მას მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ელექტრომობილად აქცევს. ელექტრომობილს გამოცდილი მრბოლელი მარკ ბასენგი მართავდა. წინა რეკორდი კი რიმაკ ნევერა ერს ეკუთვნოდა, რომელმაც 2025 წლის ივლისში 431 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Track Edition-ები გაცილებით უფრო სწრაფი აღმოჩნდა ვიდრე სტანდარტული BYD-ის მოდელები, რომელმაც 2024 წლის ნოემბერში 391 კმ/სთ მიაღწია. 2026 წლის სეზონიდან კადილაკი ფორმულა 1-ის ჩემპიონატს მე-11 გუნდად შეუერთდება, ხოლო General Motors-ი იქნება პირველი ამერიკული ავტომწარმოებელი, რომელსაც ჩემპიონატში საკუთარი გუნდი ეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ კადილაკის ეფექტში დაბრუნება რამდენიმე თვის წინ დადასტურდა, გუნდი პილოტების ვინაობის გამხელისგან ამ დრომდე თავს იკავებდა, თუმცა საბოლოოდ კადილაკმა გავრცელებული ხმები დაადასტურა. როგორც ცნობილია, მომავალ პილოტებთან კონტრაქტები უკვე გაფორმებულია 2026 წლის სეზონიდან კი კადილაკის ბოლიდების საჭესთან გამოცდილ მრბოლელებს სერხიო პერეს და ვალტერი ბოტას ვიხილავთ. კადილაკის პრეზიდენტის მარკ რუისის განცხადებით, მათ გადაწყვეტილება მრბოლელების გამოცდილებისა და კარიერის განმავლობაში პოდიუმების რაოდენობით მიიღეს. ტრადიციული გზების ნაცვლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა მამაკაცმა 2 წლის წინ დაკარგული Lamborghini Huracan Evo-ს მოსაძებნად უჩვეულო ფორმა აირჩია. ავტომობილის მფლობელმა საქმეში ხელოვნური ინტელექტი, chatbot-ი ChatGPT ჩართო და გაუჩინარებულ ავტომობილსაც მიაკვლია. Lamborghini 2 წლის წინ ვიღაცამ სავარაუდოდ სხვა სუპერკარებთან ერთად მოიპარა. სამართალდამცველები ამას მდიდრული მანქანების ქურდობის მრავალმილიონიან სქემას უწოდებენ. სქემაში მონაწილეობდნენ დამქირავებლები, რომლებიც დოკუმენტაციას აყალბებდნენ და მძღოლებს საკუთრების უფლებას უკანონოდ ართმევდნენ. ქსელის სხვა მსხვერპლებმა დაკარგული ავტომობილების დაბრუნება წლების შემდეგაც ვერ მოახერხეს. გარსიას Lamborghini კი დაკარგული იყო მანამ, სანამ ძალიან უცნაური Instagram შეტყობინება არ გამოჩნდა. შეტყობინების ავტორმა გარსიას ავტომობილის ფოტოები გაუგზავნა კითხვით: თქვენ გაყიდეთ ეს მანქანა? როგორც ჩანს, სხვა სუპერკარების შეძენით დაინტერესებულმა პირმა გარსიას სავიზიტო ბარათები მანქანაში იპოვა და მასთან დაკავშირებას სცადა. გარსიამ თავისი ავტომობილი იცნო და გადაწყვიტა დამოუკიდებელი გამოძიებისთვის მიემართა. მან სურათები ChatGPT-ის ჩეთში გაუგზავნა. Google-ის ლოკაციასთან დაკავშირდა და მანქანის მდებარეობის დასადგენად საკმარისი მონაცემების შეგროვება მოახერხა. მან საქმეში პოლიცია ჩართო და სამართალდამცველებმა მანქანის აღმოჩენის შემდეგ დაუდასტურეს, რომ ეს მართლაც გარსიას გაუჩინარებული Lamborghini იყო. პრაქტიკული სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება ნამდვილად მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია მოპარული მანქანების დასაბრუნებლად, განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა. შედეგად Lambo მფლობელს დაუბრუნდა, თუმცა სხვა სუპერკარების შემთხვევაში გამოძიება კვლავ გრძელდება. Honda მახალი პრელუდი წარადგინა. წლების ლოდინისა და წინასაწარმოო პროტოტიპების შემდეგ Honda იაპონიაში პრელუდი წარადგინა. იაპონური დებიუტის შემდეგ კი ახალი მოდელი ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას და სხვა გლობალურ ბაზარზეც გამოჩნდება. ჰიბრიდის ღირებულება $41,700-ია, რაც მას Honda-s ადგილობრივი პროდუქციის ხაზში ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელად აქცევს. სპორტული დიზაინის კუპე Civic-ის შედარებით უფრო მაღალხარისხიანი ორკარიანი ვერსიაა. მაღალი ფასი მას სავარაუდოდ წარმადობაზე ორიენტირებული Civic Type-R-ის hatchback-ის რიგებში განათავსებს. ახალი მოდელი თვითდამოხტვადი ჰიბრიდის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც 2 ლიტრიან 4 ცილინდრიან ძრავს
ორ ელექტროძრავასთან აერთიანებს. Civic-ის ჰიბრიდის გათვალისწინებით კომბინირებული სიმძლავრე სავარაუდოდ 200 ცხენის ზალა იქნება. იმისთვის, რომ მანქანის მართვა მძღოლებისთვის უფრო საინტერესო იყოს, კომპანიამ მოდელში Honda S+ სიჩქარეებში გადართვის სისტემა დაამატა, რომელიც მექანიკური გადაცემათა კოლოფის სიმულაციისთვის ხმოვან ეფექტებსა და ეგრეთ წოდებული მაბრუნი მომენტის რუკის შედგენის სისტემას იყენებს. ცნობისთვის ავტომწარმოებელი 2026 წლის Honda Prelude-ზე შეკვეთების მიღებას მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან დაიწყებს. იაპონური კომპანია პირველ ეტაპად მხოლოდ 2000 ერთეულის Prelude-ის გამოშვებას აანონსებს. BMW Motorrad მომდევნო თვეში საქველმოქმედო აუქციონზე 18 ტრანსკონტინენტალის გატანას გეგმავს. თუმცა იმისთვის, რომ აუქციონი წარმატებული იყოს, გერმანულმა ბრენდმა უცნაური ხერხის გამოყენება გადაწყვიტა და მოტოციკლი თავად რომის პაპს, ლეო მე-14-ს დაალოცინა. კომპანიას განახლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, თუმცა ახსენა მარგალიტისფერი თეთრი საღებავი და მოტოციკლის პანელზე ვატიკანის გერბის დამატების ფაქტიც. ფოტოებზე ჩანს, რომ ძრავზე დატანილი წარწერაც ლეო მე-14-ის, ასევე სხვადასხვა ენაზე დაწერილი მშვიდობაა. უნიკალური მოდელი კი სამშვიდობო მგზავრობას შეუერთდა, რომელიც გერმანიაში დაიწყო და რომში დასრულდა. ის ოქტომბერში სოტბის აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა კი მადაგასკარში ბავშვების დახმარების პროგრამებს მოხმარდება. გასულ წელს გამართული პრეზენტაციის შემდეგ TOG-ი ალბათ ბევრს დაგვავიწყდა, თუმცა თურქულმა კომპანიამ თავი მიუხენის ავტოშოუზე გავახსენა. Როგორც ჩანს, TOG-ი ელექტროავტომობილების ევროპულ დაპირისპირებაში ჩართვისთვის ემზადება, თან არა ერთი, არამედ ორი მოდელით. TIA-F და TIA-X-ი გერმანიაში ამ თვის ბოლოს გამოჩნდება. TOG-ის ახალ მოდელებში უკან განთავსებული ძრავა 214 ცხენის ზალას და 350 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. პირველ შემთხვევაში ერთი დამოხტვით დაფარვის დიაპაზონი 350 კილომეტრამდე, მეორე შემთხვევაში კი 623 კილომეტრამდეა შესაძლებელი. კონფიგურაციიდან გამომდინარე მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 7.2 წამში ჩქარდება. მძღოლებს ასევე შეეძლებათ აირჩიონ V2 AVD ვერსია, რომელიც ორმაგი ძრავით და სრულამძრავიანი სისტემითაა აღჭურვილი, 429 ცხენის ზალას და 700 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. გიო, გადავიღეთ ძალიან საინტერესო ავტომობილი, ეს არის Chevrolet Captiva. შენ Chevrolet-ი ძალიან გიყვარს, ყავდა კიდევაც მე მახსოვს. ის Chevrolet-ი არ არის, არ ვიცი, 1.4 ტურბო იყო, იმასაც წყლის პრობლემა ჰქონდა სხვათა შორის. ამასაც ჰქონდა? არა, ამაზე არ არის. ეგ პრობლემა ის კრუზი იყო და ამით ახმევით კრუზს, რა ვიცი, ხუმრობით 1.4 ტურბო. ხუმრობით იზახდნენ ხოლმე, მამაკაცებზე მეტი ხალი ყავს გამწარებულიო და სხვათა შორის ის მითი ბევრ თქვენთაგანმა ალბათ იცის, იქ ისტორია კრუზის ხაზის როგორ იყო, ჩემი გაკეთებულია, კი ბატონო. როგორც ბევრმა დაიჯერა. კი, ბევრმა დაიჯერა და ჩვენ გვეკითხეთ, ანუ რამდენიმეგან შევესწარით ამ საუბარს, რომ აი ესო იციო, ეს როგორ მოხდაო ეს ყველაფერიო. ნუ ვისაც არ გაქვთ ეს ნანახი, მე ჩვენც ცალკე დავდებთ მაქსიმუმს და განახებთ აუცილებლად. ნუ არაფერი ისეთი განსაკუთრებული ავტომობილი არ არის, მაგრამ მე რაც გამიკვირდა ის არის, რომ ძალიან კარგად გაართვა თავი აღმართს, მით უმეტეს, სადაც მეგონა რომ ვერავიდო და ძალიან შევყევით გადაღებას და ისეთ ადგილას მოხვდით, რომ ძალიან რთული იყო ამ მანქანის იქიდან ამოსვლა. ნუ ესე წარმომედგინა, იმიტომ რომ იყო დაცურების რისკი. მოკლედ გადაღებაზე მეც ვიყავი და სიმართლე გითხრათ, მაინტერესებდა სეირის ყურება და მაინტერესებდა გაიჭედებოდა თუ არა. ხო, იქიდან ვფიქრობდით, რომ ვიცი ამოგვეყვანა თქო, მაგრამ შვენივრად გაართვა თავი, მართლა არ მეგონა, მაგრამ არ ვიცი. ბრავო, 7 ადგილიანია, საოჯახოდ იდეალური ავტომობილია და ერთ-ერთი კიდე ძალიან მომწონა სავარძლები, იმიტომ რომ ძალიან რბილი და კომფორტული სავარძელი ჰქონდა ამ ავტომობილს. კაი, ეხლა ძალიან რო არ გადავყვეთ საუბარს, მოდი პირდაპირ ვნახოთ სიუჟეტი და მე დაგიბრუნდებით კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თემით. Chevrolet-ზე ალბათ პირველი ყველას გვახსენდება Chevrolet Corvette. ასევე Chevrolet Super Sport-ი. იგივე ესესი, როგორც ჩვენ ავტომოყვარულები ვიცნობთ და ყველასთვის საოცნებო ავტომობილი FBI-ის Chevrolet Suburban-ი. მაგრამ დღეს ჩვენი სტუმარი არც ერთი მათგანი არ არის. ჩვენი სტუმარი დღეს შეიძლება ითქვას არაფრით გამორჩეული, მაგრამ საოჯახო საშუალო ზომის crossover-ი Chevrolet Captiva. Браво, შევი, მიდი. აი ახლა მანქანაა, მაგრამ აი სიტლანქი შეგრძნება არა აქ და ეგ მოწონს ძალიან. რა შეგვიძლია ვთქვათ ახალ Captiva-ზე? პირველ რიგში თუ ძველ Captiva-ს გადავხედავთ, რა დიზაინის ჰქონდათ მათ, აი არ ვიცი. მოდი თქვენ შეგახედებთ, ნახეთ უბრალოდ ვიზუალურად და მერე შეხედეთ აი ამას.
აი არ ვიცი, რადიკალურად შეცვალეს დიზაინი და ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ალბათ, რაც გააკეთეს ამ მოდელის შემთხვევაში. ძალიან ლამაზია მთლიანად ავტომობილი, მიმზიდველი ავტომობილია, ერთ შეხედვით რო შევხედავთ, საკმაოდ მდიდრული იერიც აქვს ფასიდან გამომდინარე. ფასმა სხვათა შორის ძალიან გამაკვირვა, სულ რაღაც $20,000. არ ვიცი. ნუ ეხა ვერ ვიტყვით რომ რაღაცა გამორჩეული ავტომობილია, რაღაც კომფორტით, რაღაცა სასწაული მატერიალები არის გამოყენებული ამ ავტომობილის წარმოებაში, მაგრამ საკმაოდ კომფორტული მანქანაა. საოჯახოდ მე მგონია რომ იდეალური მანქანაა, 7 ადგილიანია და რაც მომწონს ყველაზე მეტად ის არის რომ არ არის ძალიან დიდი. საშუალო ზომის crossover-ია, როგორც თავში ვახსენე, მაგრამ შიგნით ინტერიერი ძალიან სწორად და კარგად აქვს განლაგებული. ნუ ამასაც მე შეგახედებთ. დახვეწილი რო არის ალბათ ამაზე ვთანხმდები, ძალიან მომწონს აი ეს წვრილი LED ფარი, რაც აქვს. ერთ შეხედვით წინდან მე პირადად მომწონს ეს ავტომობილი და მაკმაყოფილებს, ნუ ეხა გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ დამეთანხმებით მართლა კარგია. პირველ რიგში მოდი გულწრფელად ვთქვათ რა. ამ მანქანის ყიდვის შემთხვევაში პირველს რასაც გავაკეთებდი, ოდნავ დაუბურავდი. ძალიან აკვარიუმით გამჭირვალე არის. რაც შეეხება უკანა ნაწილს, მთლიანობაში დიზაინს კრავს. მე პირადად ძალიან მომწონს. ზოგადად ახალ მანქანებს არ ახასიათებს ხოლმე რაღაცა განსაკუთრებული დიზაინის დისკები. ამ შემთხვევაში ეს ძალიან მომწონს და ძალიან უხდება. ერთადერთი ალბათ ჩემთვის ოდნავ ზომაში გავზდიდი. კლირენსი ძალიან კარგი აქვს, კარგი გამოვლობის ავტომობილია მიუხედავად იმისა, რომ წინა წამყვანია, ცოტა ოფროუდისკენაც გადაუხვევთ და გავტესტავთ მის შესაძლებლობებს იქაც, რაღაც სასწავლო ადგილებში ვერ ვივლით და ეხა ისეთ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ მოვთხოვთ, რასაც მაგალითად Wrangler-ს მოვთხოვდით. არ არის 4-ვე წამყვანი, მაგრამ წინა წამყვანისთვის როგორ სიტუაციაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მოხვდეს, ამას ყველაფერს გავტესტავ და ვნახავთ. უკანა ნაწილს რაც შეეხება, მართლა ძალიან მომწონს. ოღონდ აი აქამდე. რატომ მაგასაც ავხსნი? ძალიან დიდი ხანი ვაკვირდებოდი და ფიქრობდი, რით შეიძლება ავტომწარმოებლებმა თავი გაიმართლონ აი ესეთი ბუტაფორიის დაყენების დროს. აი არ ვიცი. ვერ მივხვდი უბრალოდ რა. მაყუთში კი ბატონო დაბლა არის. აი ესენი ჩემი აზრით საერთოდ ზედმეტია. მე პირადად ეს ავტომობილი რომ მყავდეს, აი ამას გავაშავებდი, რომ ყურადღება საერთოდ არ მიექცია. მოდი საბარგული ვნახოთ, ალბათ ყველას გვაინტერესებს საოჯახო ავტომობილში რა ზომის საბარგული გვხდება. საბარგულს რაც შეეხება არის მექანიკური და შიდა მხარე დიდია. ძალიან დიდი ადგილი გვაქვს. მაგრამ თუ უკანა რიგის სავარძლებს გადმოწევთ, აქ უფრო დაგვიპატარავდება საბარგული. მაგრამ არსებობს მეორე გამოსავალი, ზევიდანაც შეგვიძლია დავამატოთ დამატებითი საბარგული, სადაც შეგვიძლია განვათავსოთ ჩვენი ბარგი თუ ბევრნი მივდივართ სადმე სამოგზაუროდ. მოდი მეორე რიგიც გადმოვწიოთ და ვნახოთ რა ადგილი გვჭება საბარგულში. ორი პატარა ჩანთა, ალბათ აქ ჩაგვეტევა და ჩავждეთ, ვნახოთ რამხელა სივრცე არის ასევე შიგნით. ესეც ჩავამოწმოთ. ხო, უკანა სივრცეს რაც შეეხება, ჩემი სავარძელი მოწეული იყო უკან და აქ სივრცე ძალიან კარგი გვაქვს. თავთანაც მანძილი საკმარისია. აქაც ხდება დამტენი სპორტები. აიცი, უკანაც საკმაოდ კომფორტულად შეგვიძლია ვიმგზავროთ. სავარძლები მომეწონა ამ მანქანის ზანი. აქ პატარა ამოსაწევი გვაქვს. ეს გადმოვა. აქედან შეგვიძლია შევძვრეთ შიგნით და აქ ჩავждეთ. რაღაცა ძალიან დიდი ადგილია, ესე არ არის, მაგრამ სამგზავროდ ნორმალურია. ბავშვები იდეალურად ჩაეტევიან. მე ხარ არც თუ ისე პატარა ვარ, 185 ვარ სიმაღლეში, აი უკან ოდნავ ესე რომ გავიმართო, თავს მივატებ, მაგრამ ესე რომ ჩავწვეთ, საკმაოდ კომფორტულად შეგვიძლია აქაც მგზავრობა. მაინც უფრო ბავშვებზეა გათვლილი, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებზე. მოდი ინტერიერში შევხედოთ და შევაფასოთ შიდა დიზაინი თუ რა გვხდება ჩაჯდომის დროს. არაფერი რაღაცა გამორჩეული საწარმოო მატერიალები და ძვირადღირებული ამ ავტომობილს არ აქვს, მაგრამ არც ხმაურობს და ჭრაჭუნობს
როგორც იაფასიან ავტომობილებს შვევიათ ხოლმე. მულტისაჭი აქვს, ელექტრო სავარძლები აქვს, რაც ალბათ მინუს შეიძლება იყოს ამ ავტომობილის, არ აქვს blind spot-ები და არ აქვს სავარძლების გათბობა გაგრძელება. დარჩენი ყველაფერი გვაქვს. ძალიან მომწონს მისი მონიტორი. მე პირადად ვამსგავსებ X90-ის დიზაინს. შუა ნაწილს თვითონ მონიტორი როგორც არის და როგორც აქვს განლაგება საჰაეროებს. ძალიან მომწონს გადაცემათა ბერკეტი, მისი დიზაინი, როგორც არის გაკეთებული. დეტალებზე, რაღაცეებზე ძალიან კარგად არის ყურადღება გამახვილებული, რაც ალბათ დასაფასებელია. ასევე არ შემიძლია არ აღნიშნო ფასიდან გამომდინარე ეს ყველაფერი და გვაქვს პანორამული ჭერი. ასევე მუხრუჭი თუ ავარიულ სიტუაციაში ხარ, თვითონაც გეხმარება. ძალიან მომწონს ასევე კაპჰოლდერების განაწილება, წინაც ძალიან კომფორტულია, ხელთან ახლოს არის, ასევე უკან საბავშვო სივრცეში ძალიან კარგია რომ ორივე მხარეს აქვს, ყველგან ხდება USB პორტები, ტელეფონის და სხვა ელექტრონული მოწყობილობების დასამუხტად, ესეც ძალიან კარგია და ძალიან მომწონს. ძრავის მონაცემებს რაც შეეხება არის 1.5 ლიტრიანი ტურბინირებული ძრავი, 4 ცილინდრიანი, ცხენის ზალა 150 აქვს და 250 ნიუტონ-მეტრი. რაც ძალიან საინტერესოა, ამ ძრავს ასევე იზიარებს ეს ავტომობილი MG ჰექტორთან და ბაუჯან 530-თან. ვიზუალურადაც ძალიან გვანან ეს ავტომობილები ერთმანეთს. ეხლა ცოტა გადავხვიოთ გზიდან, ნახოთ რა შეუძლია ამ ავტომობილს და მერე უკვე ტესტ-დრაივსაც შემოგთავაზებთ და ემოციებს გაგიზიარებთ თუ როგორი სამართავია Chevrolet Captiva. მოკლედ მინიოფროაძე გვეგონა ჩამოვდიოდით, მაგრამ ცოტა უფრო უხერხული გზა შეგხვდა. ჩამოსვლით კარგად გაართვა თავი, მაგრამ ეხლა ასვლა არის უკან თავარი. აქ თუ ეს მანქანა ავიდა, არ ვიცი, მაშინ მე პირადად ვაღიარებ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული გზა არის ასასვლელად. ნახოთ როგორ გამომკლავდება წინაწამყვანი ავტომობილი აი ამ გზას. აი სადღაც აი იქ უნდა ავიდეთ. უნდა დავბრუნდეთ, არ ვიცი, შემთხვევით მოხვდით, ძალით არ გვინდოდა. მოდი მანუალში გადავიტანოთ ჯობი და პირველი სიჩქარე დავიძრათ. ეხლა 3 ადამიანი ვზივართ მანქანაში და წინ ძალიან დიდი აღმართი გვაქვს გასავლელი. წავედით. ნახოთ, ჯერჯერობით ძალიან კარგად უმკლავდება. ჯერ მარტივია, წინ გველოდება ცოტა უხერხული გზა. მედი არ გაუჭირდება. გაზიც მივახმაროთ, მაქსიმალურად რომ არსად გავჩერდეთ. ასევე აღსანიშნავია უნდა ითქვას, რომ არაფერი გათიშული არ აქვს, არც მოცურება, არაფერი ავტომატური. თავისი სისტემით ავტომატური რაც აქვს, მაგით ავდივართ. და ბრავო, შევი, მიდი. ყოჩაღ. არ ვიცი. ამით ოჯახისად უნდა გაიჭედოს ვერ ხვდები. ძალიან კარგად მიდის. ბრავო, უბრალოდ ჩვენი ოპერატორი დაგვრჩა დაბლა. მართლა არ მეგონა ეს მანქანა აიქ თუ ავიდოდა. ქვევით რომ ჩავედით, ესე არ ეტყობოდა, მაგრამ უკვე რომ გავიაზრეთ, სადაც ვიყავით და ამ აღმართსაც რომ მივადექით, ცოტა შემეშინდა. მართლა რომ არ დაცურებულიყო არ რაღაცა, მაგრამ გაართვა თავი. გამოსთა ჩაბარებულია ვფიქრობ. მოკლედ ოჯახს თუ პიკნიკზე წასვლა მოუნდება და ეს ადგილებში წახვალ, მაგრამ არ მგონია ოჯახი ეს ადგილებში დადიოდეს. გზაზე ძალიან მყარად დგას
რაც გამიკვირდა, იმიტომ რომ არ არის ძალიან პატარა ავტომობილი. საშუალო ზომის crossover-ია. ესეც უნდა აღინიშნოს და ზომებიდან გამომდინარე, ავტომობილის მოცულობიდან გამომდინარე და წონიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგად უმკლავდება მოსახვეებს. ამას არ მოველოდი. კიდევ ერთი რაც ძალიან მომეწონა, არის ის, რომ დაახლოებით 60-80 შემდეგ უკვე ძალიან ახისტებს საჭეს. ანუ უფრო რთული ხდება მისი ტრიალი, ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ძალიან კარგია. ბოლოს რაც გადავიღეთ ახალი ავტომობილები არ შემხვედრია ბევრგან მსგავსი ტექნოლოგია და მით უმეტეს რამდენიმე ავტომობილზე შეგეძლო ცალითით გეტრიალებინა ასადზე საჭე და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგია იმიტომ რომ ესე უნებლიეთ საჭეს ვერ გადაკრავ სადღაც 70-80-ით მივდივართ ახლა ძალიან არიხრება, ესეც უნდა აღვნიშნოთ და ძალიან კარგია. სტაბილური ავტომობილია. ნუ ეხა ამას ვერ მოთხოვ რაღაც სპორტული ავტომობილი იყოს და არც უნდა მოთხოვ რა სულელეა. ისე არ იმართება როგორც სპორტული ავტომობილი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სატარებელია. რაღაც ხასიათი აქვს, რომ ცოტა გაერთო კიდევაც, მაგრამ ძირითადად საოჯახო ავტომობილია. გათვლილია 7 ადამიანზე. ეს ვახსენე კიდევაც ძალიან კომფორტული არის იმ ხრივ რომ სადმე როცა წახვალთ დასასვენებლად და არ არის აუცილებელი ბავშვები ყავდეთ სამეგობრო როცა წახვალთ 7 ადამიანი ძალიან კომფორტულად შეგიძლიათ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილს აუ არა ძალიან კარგად დგას აი ახლა მანქანაა მაგრამ აი სიტლანქის შეგრძნება არა აქვს და ეგ მომწონს ძალიან. შორგზაზე გადასაადგილებლად ძალიან კომფორტული ავტომობილია. კარგი სავარძლები აქვს, რბილი, კარგად ზიხართ სავარძელში. ქალაქისთვისაც ვფიქრობ, რომ ძალიან პრაქტიკული ავტომობილია ზომიდან გამომდინარე და მით უმეტეს 7 ადგილიანი ავტომობილია და კარგად არის გადანაწილებული შიდა ინტერიერი, ეგ მომეწონა განსაკუთრებით. აჩქარებას ავტომობილს დიდად ვერ მოთხოვთ, ალბათ არ გაგვიზობია, მაგრამ 1-10 წამი ექნება 0-100 მინიმუმ. წვას რაც შეეხება, საშუალოდ ეხლა რაც ვიარეთ და რაც ვატარეთ, დაახლოებით 11 litrს მოიხმარს 100 კილომეტრზე ქალაქის პირობებში. ტრასაზე სტაბილური 8 ლიტრი ეჭირა წვა. ხო, ძალიან ლამაზი ხედებია დიდგორზე თან ესეც უნდა აღვნიშნოთ და ამ ავტომობილისაც შეგვიძლია დავთქმეთ ამ ყველაფრით. საბურავებს რა ხოჭიალებს ცოტათი. აუ, ძალიან კაი სამართავია. რაღაცა ის არა გაქვს იმის შეგრძნება, რომ დიდი მანქანაა და ტლანქი მანქანაა და ეგ მომწონს ძალიან რა. სუბუქად იმართება. და საჭესაც რო ამაგრებს რაღაცა ისეთი მოსპორტულო შეგრძნებას გაძლევს და ნუ ეხა მე ძალიან მოყვარული ვარ სპორტული ავტომობილების და აქედან გამომდინარე ხშირად ვადარებ ხოლმე სხვა ავტომობილებს ხო და რაღაცა ის ვაიბი მოაქრო თითქოს რაღაცა ის შეუძლია რა ნუ ეხა სულელეა მაგრამ კარგია რა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოგიმზადეთ. 80 წლის ქალია, ანუ ნაოკო მოშიმოტო, რომელსაც 25 წელია ერიკ 7 ყავს. და ინახავს იდეალურად ამ ავტომობილს, სამწუხაროდ შეგნებული ადამიანი ეს მინდა აღვნიშნო და 80 წლის ასაკში თავისი პირით თქვა უარი მართვის უფლებაზე, იმიტომ რომ უკვე უჭირდა ხედველობა. და გადაწყვიტა ამ ავტომობილის გაყიდვა. მაგრამ მე იქ რაც მოხდა, ამას თქვენ სიუჟეტში იხილავთ. ეს 80 წლის ქალბატონის სახელად ნაოკო მოშიმოტო წარმოშობით ნაგასაკიდანაა და უკვე 25 წელია რაც ერთგულად თავის საყვარელ ავტომობილს ინახავს და მართავს. მანქანა კი არც მეტი არც ნაკლები 1999 წლის Mazda RX-7-ია, რა თქმა უნდა მექანიკური გადაცემათა კოლოფით.
Mazda Naokos-თვის ერთი ჩვეულებრივი ავტომობილი არასდროს ყოფილა, რომელსაც უბრალოდ გადაადგილებისთვის იყენებდა. Erik 7 მისი ოცნების ავტომობილი გახლდათ. შთაგონებული Initial D-ს ანიმეთი, რომელსაც ის 50-იან წლებში უყურებდა. ზუსტად მანამ, სანამ სრულიად ახალ Erik 7 შეიძენდა. Naoko Mazda-ს 200 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში რეგულარულად იყენებდა. ყოველდღიური საქმიანობისთვის გამოყენების მიუხედავად, ის მანქანას ზედმიწევნითაც უვლიდა და Erik 7-ს თავისი ასაკისთვის რეალურად არც თუ ისე ბევრი, 77,000 კილომეტრი აქვს გავლილი. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად 80 წლის ასაკში იაპონელმა ქალბატონმა მართვის მოწმობაზე უარი ნებაყოფლობით თქვა. ამის მიუხედავად არ სურდა საყვარელი Erik 7 უბრალოდ გაეყიდა და მანქანისთვის შესაბამისი მფლობელის მოძებნა გადაწყვიტა. Naokos ისტორია კი Mazda-ს ყურამდეც მივიდა, რომელიც ერთგულ მძღოლს დაუკავშირდა და ნაგასაკიში მის ადგილობრივ სადილეროსთან მანქანის გადაცემის ცერემონიას მოაწყო. Mazda-მ საკუთარ თავზე Erik 7-ის სრულად აღდგენის და რესტავრირების პასუხისმგებლობაც აიღო. კომპანია ახლა უკვე მის გამოყენებას ღონისძიებებსა და გამოფენებზე გეგმავს, როგორც მანქანის, ასევე იმ ქალის პატივსაცემად, ვინც მას მეოთხედი საუკუნის განმავლობაში უფრთხილდებოდა. როგორც მოგეხსენება, ჩვენი გადაცემა იწერება სამშაბათს, დღეს არის 9 სექტემბერი, არ ვიცი ჯერ რა მოხდება კანონთან დაკავშირებით. ხმის კანონზე მაქვს საუბარი. და შეხვედრა სანდრო ლომაძესთან ერთად. სანდროს ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაერთო ამ საკითხში და გვეხმარება ჩვენ და თქვენ. მოკლედ, გავიარეთ რაღაც დეტალები, ეხლა უკვე გვექნება პარლამენტში, ამ კვირაში შეხვედრა. ამ კვირაში უნდა იყოს და თუ რამე აპდეიტი იქნება, აქვე ჩავსვათ ამ ყველაფერს და გეტყვით და განახებთ რა სიახლეები და როგორ იქნება. ნუ დანარჩენი ველოდებით ჩვენ სულ მოუთმელად და არ ვიცი, ვიბრძვით ბოლომდე როგორ შეგვიძლია. იმედი გვაქვს რომ ეს ყველაფერი დაალაგდება და ორივე მხარე ჩვენც ავტომოყვარულებიც და ხალხიც კმაყოფილები დავრჩებით და ერთად ესე შეხმატკილებულად გავაგრძელებთ ცხოვრებას. დღეისათვის სიახლეები სულ ეს იყო, ჩვენ კი ცოტა ხანში სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია პროფესიონალი ავტომრბოლელი გიორგი კოდუა. პირველ რიგში მოგესალმები, მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის. ასევე მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გიო, რა ხდება მოკლედ შენს თავს? როგორ მიდის ჩემპიონატი? როგორც ვიცით, ორ ჩემპიონატს დადიხარ GDS და King of Drifts. King of Drifts, კი ბატონო. სად რა სიტუაცია გაქვს? წელს ძალიან რაღაც ისეთი სეზონი გაქვს. ხო, სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონატზე არ მიმართლებს. იცის ეს ჩვენმა მაყურებელმაც მანქანას ტექნიკას ვებრძვი წლის დასაწყისიდან GT86, რომელიც პირველი წელია მანქანით ვასპარეზობ. ძალიან მომეწონა, ესე ვთქვათ, ეგ პლატფორმა თვითონ ავტომობილის თავიდან ძალიან ვერ ვეგუებოდი, მაგრამ ზუგდიდში მივხვდი, რომ ჩემია ეგ მანქანა. უფრო მეტად შევეცდები, რომ გავაუმჯობესო ეს პლატფორმა და მომავალ წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ ამ ავტომობილით საქართველოს მინდა რომ ვასახელო, ესე ვთქვათ. ესე იგი გიგულშემატკივრებ საქართველოს ფარგლებს გარეთ. საქართველოს ჩემპიონატის სიარულს თუ აპირებ მომავალ წელს? საქართველოს ჩემპიონატს ზუსტად ვერ გეტყვი. იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა, რომ იქაც ვიყო, აქაც ვიყოს პრინციპით, მაგრამ ზუსტად მაგას ჯერჯერობით პირობას ვერ დავდებ. რაც შეეხება King of Drifts, ესე ვთქვათ 2022-დან ან 2021 წლიდან დაბრუნდა King of Drifts საქართველოში. ადრე მეულმელაძე ატარებდა ამ ჩემპიონატებს. და შარშანდელ წლამდე ესე ვთქვათ ყველა წელს ხვდებოდი ვიცე ჩემპიონი. ერთი ნაბიჯი მაკლდა ხოლმე ესე ვთქვათ ჩემპიონობისთვის და წელს ამ მიზანს ესე ვთქვათ ვისრულებ. უკვე ჩემპიონი ვარ ჯერჯერობით, ანუ 9 ქულით ვასწრებ დავიჭეიშვილს. კვირას ახლა 3 დღის წინ მეოთხე ეტაპი ქონდა, რომელიც უამინდობის გამო გადაიდო. მანდაც უკვე დაახლოებით 3-4 ქულით წინ გადაწევა შევძელი კვალიფიკაციის ქულებიდან გამომდინარე დავითან და როგორც ვიცით, ბოლო ეტაპი, მეხუთე ეტაპი და მეოთხე ერთად ჩატარდება 1 ნოემბერს და 2 ნოემბერს გაგრძელდება, სადაც ისევ შესაძლებლობა მექნება, რომ ჩემი პირველი ავტომობილი კომპაქტი 2 ჯეჯეტის ზრავით გამოვაგორო, ესე ვთქვათ, და იმით უფრო ბაევოი და უფრო ძლიერი ავტომობილით შეუტიო დავით ჭეიშვილს, მათერო ჩიკაშვილს და სხვა მძლავ მრბოლელებს, ესე ვთქვათ. 46 ერა სიტყვა, ძალიან ბევრი ადამიანი არის დღესდღეობით საქართველოში, ვინც დრიფტით არის დაინტერესებული და უნდა რომ დრიფტში მოვიდეს. აი 46 როგორი პლატფორმა არის და რამდენად ართმევს აი ამ
დრიფტის თემას თავს. კი, ჩემი 3-0 ესე ვთქვათ, ყოფნის სრულიად ლილო არენას, მაგრამ გამოცდილება გჭირდება, რომ მონსტრებს გაუწიო კონკურენცია 3-0, თორე ძალიან ძნელია, ესე ვთქვათ, იმ მანქანის ტემპის გათვლა, ჩქარ ავტომობილთან, რომელსაც უხეშად ვიტყვი, აი ყველა წერტილიდან შეუძლია სიმძლავრის ამოტანა ბოლომდე 3-0-ს კლავს. გამოცდილი მრბოლელი ხრიკებით. ხო, სიმძლავრე მაინც ძალიან დროს თამაშობს. მაგრამ ესე ვთქვათ, რამოდენიმე ვიდეოებიც კი მომიძღვნეს იმისთვის, რომ გიორგი პროფესიონალური ავტომობილით იღებს კინგ-ოდრიზე მონაწილეობას და ეგ იყო იმის გადამწყვეტი მომენტი, რომ დამემტკიცებინა სხვებისთვისაც, რომ 3-0-ით შემიძლია მოვუგო მონსტრებს და მოუგე კიდევაც მეუდმელაძესაც და სხვა ბევრ მონსტრს ესე ვთქვათ დავით ჭეიშვილსაც მოუგებული მაქვს ერთ-ერთი რაუნდები და ასე შემდეგ ბევრისთვის და ამიტომ ეხა უფრო თამამად ვაბრუნებ კომპაქტს საქმეში რომ უფრო ისე იყოს რა ქვია რომ უფრო თამამად გავინაღდო ჩემპიონობა ეს GDS-ში რა ხდება აუ GDS-ში რა ხდება არ ვიცი საიდან დავიწყო რა ხდება ძალიან არეულობაა სამწუხაროდ ვიქნები პირდაპირ ორგანიზატორებისთვის და ბოლო 2 წელია უმივდივართ ძალიან უკუნაბიჯებით იმის მიუხედავად რომ წინ წავიდეთ და იმედს ვიტოვებ რომ მომავალ წელს რაღაცას შეძლებენ ფედერაციაც BMW-ის კლუბიც არ ვიცი ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე იქნება რომ ეს სპორტი არ მოკვდეს როგორც სხვა ავტოსპორტების განხრები მოკვდა საქართველოში და ისევ წავიდეს წინ და განვითარებისკენ. იო, რომელ ქვეყნებში აპირებ სიარულს? რაც შეეხება ჩემ მომავალი წლის გეგმებს, ესე ვთქვათ, უკვე შემოთავაზება მივიღე 1 კვირის წინ ომანიდან IDC-ს ეძახიან, ესე ვთქვათ, ჩემპიონატს, სადაც სოფლიოს საუკეთესო რბოლელები იღებენ მონაწილეობას, დაჟე ჯეიმს დინსაც აქვს მონაწილეობა მიღებული და მოგებული ჩემპიონატები, ომანში ტარდება ხან 4-ია, ხან 3 რაუნდია. და იანვარში ტარდება და თებერვლის დასაწყისში წელს უკვე დაიგეგმა 4 რაუნდად როგორც გითხარით მოწვევა მივიღე უბრალოდ ჯერ არ ვარ ესე ვთქვათ მზად იმისთვის არც ფინანსურად არც სხვა დანარჩენი პუნქტებით რომ მან წავიდე და იმ მონსტრებს ესე ვთქვათ გაუწიო წინააღმდეგობა რა თქმა უნდა რეგისტრაცია გავიარე მოწვევას დავითანხმე რომ ეს ჩემი პოზიცია არ დავკარგო და დიდი იმედი მაქვს რომ დეკემბრის დასაწყისისთვის იმ კონდიციამდე მივალ სპონსორებსაც მოვიძიებ რომ უკვე თამამად ავტომობილი გავაგზავნე ომანში და წავიდე საქართველოს სახელით და იქ ვიასპარეზო მონსტრებთან ესე ვთქვა და იო დაახლოებით რა ჯდება პირობითად საზღვარგარეთ რომ მონაწილეობა მიიღო რა ფინანსებზე არის საუბარი დაახლოებით როგორც ჩვენთან საქართველოში ლარებში ჯდება იცვლება უბრალოდ ვალუტა, სხვა არაფერი, იმიტომ რომ იქ ლარებს არ ხმარობენ სამწუხაროდ. სამწუხაროდ ევროებში გადადის ეგრევე. ანუ დოლარებშიც არ არის, იმიტომ რომ ბევრი კომპანია უფრო ევროპის მასშტაბით ოპერირებს, ესე ვთქვათ, მანქანის ნაწილები, წინამოხვევაც, დაკიდების სისტემაც, ბენზინის საწვავის სისტემების და ბევრი, რასაც მე ვხმარობ ჩემ ავტომობილზე და ევროს ვალუტაში მიწევს შეძენა სამწუხაროდ და დაახლოებით 10-დან 15000 ევროს ფარგლებში მომიწევს ესე ვთქვათ ერთი ეტაპის ხო ომანში ვიარო და 4 ეტაპი მექნება სასიარულოდ. იმედი მაქვს რომ ამ ფინანსებს თავს მოუყრი ყველაფერს და როგორც გითხარით საქართველოს სახელს შევეცდები რომ მაქსიმალურად მაღალ პოზიციებზე წარვაჩვინო და შემატკივრებთ მაქსიმალურად. მუსულმანურ ქვეყნებში შევეცდები რომ საქართველოს დროშა ესე ვთქვათ აუწიო ხოლმე ყველაზე მაღლა და რა ვიცი. სხვათა შორის ომანში ვიყავი ერთხელ Red Bull ჩემპიონატზე და არ მეგონა თუ ამ ხელა გულშემატკივრები დამხვდებოდნენ ბევრი საქართველოს მოქალაქეც თურმე მუშაობს, ცხოვრობს ომანში, არ ვიცოდი და ისინიც კი ბალეში ყოფდნენ კი. ჩვენ აქედან გულშემატკივრობდით მახსოვს ეგ პერიოდი. და სამწუხაროდ ხო, არ ვიცი, ორი გასვლითი ეტაპი მქონდა. პირველზე საუდის არაბეთში პირდაპირ ვთქვათ მანქანაზე მომატყუეს და LS1 დამახვედრეს LS3-ის მაგივრად და მეორე სიჩქარით უჭირდა მანქანას დრიფტი.
და ვერ შევძელი ვერაფერი სამწუხაროდ და ეხლა უკვე ეს ამ გამოცდილებიდან შევარჩიეს საუკეთესო ავტომობილი 13,000 ევროზე მეტი გადავიხადე ავტომობილის ქირაობაში, იჯარაში, ორი დღით მე ქირავა მანქანა და სულ 7-8 გარბენი გამიარა და სამწუხაროდ უკვე ტოპ 8-ში, ტოპ 10-ში ვიყავი გადასული, ანუ საუკეთესო 10 რბოლელში და მაგ გარბენზე ალუმინის ფაიფინგი, რიცის ტურბინის წნევა გადის ზრავში ხდება, გაიკეთა და ნადუხში, ესე ვთქვათ, ბზარი და საერთოდ ორჯეიზე ძალა აღარ ქონდა და ეს იმ ჩემ ვიდეოს გარბენშიც ჩანს, რომ საერთოდ მანქანამ ძალა დაკარგა და სამწუხაროდ მე-7 ადგილზე დავასრულე რბოლა. ой, ცუდი სამწუხარო არის, მსგავსი რაღაცები ხდება. ტექნიკა ძალიან მებრძვის ხოლმე და არ ვიცი რაღაცა მინდა და ყველას მაგას ვთხოვ, რომ რამე მირჩიეთ. კი, და ეხლა ალბათ სხვარიც იქნება და ცხვრებსაც მოხდეს. ისე რას ფიქრობ, აი შენი აზრით, საქართველოს პირობებში რომელია ყველაზე კარგი ძრავი? ბიუჯეტურიც და ცოტა ისეთი ძვირადღირებული. საქართველოს პირობებში, საქართველოს ჩემპიონატისთვის თუ ორივე საქართველოსიც რო იარო და ევროპასაც რო ევროპელებსაც რო კონკურენცია გაუწიოთ ასე ვთქვათ. ალბათ მე აქ ანუ ტურბინიანი ძრავის მოყვარული ვარ. ანუ ჩემ თავს სხვა ძრავსთან მიმართებაში ვერ ვხედავ, მაგრამ ობიექტური რო ვიყო, LS-ის ძრავი იქნება საქართველოში ყველა პლატფორმაში, ესე ვთქვათ, ყველა მანქანის ზარაში იდეალური პლატფორმა ჩემი აზრით, იმიტომ რომ არც ტურბოდანამატი დაჭირდება, არც კომპრესორი ჭირდება საქართველოს პირობებში, ალუმინის ბაზაზეა ძრავი, ბლოკი კი ძალიან სუბუქია, მაქსიმალურად უკან შეეწევ ძრავის შიგნი ავტომობილის ბაზაში შედის ასე ვთქვათ. და წინ ძალიან დიდი ადგილი რჩება, რაც გადაწყობებში თავისუფლად გაძლევს იმის საშუალებას, რომ მთელი ცხვირი შენი ოპონენტის უკანა ნაწილში გააწყობე თავისუფლად და როგორც მე ვარო წინ ძრავის ზეთის რადიატორი მაქვს, რადგან ტურბინიანი და იქის და ვერ რისკავ ბევრ რაღაცას, ეგ რისკები გეხსნება, ესე ვთქვათ და თან მართვითაც მე მგონი უფრო კარგი სამართავი არის, იმიტომ რომ წინა ცხვირზე რაღაც წონა ბევრი არ აქვს. კი, ეგ პრიორიტეტიც აქვს და მარტივი სამართავია, სწორედ აღნიშნე, ატმოსფერული ძრავია და სადაც არ უნდა, ესე ვთქვათ, ინერცია მოგიკვდეს, ჩააწევ და ეგრევე გაქვს ის ხელი. მოჭიდების ქურო, ეგრეწოდებული სეპერ კლაჩს ამოვარტყავ თუ არა და მანქანა მიფრინავს. არ გიწევს ასე ვთქვათ იმის ლოდინი, რომ ტურბინა დაისპულოს და კი და არ გიწევს ეგრეწოდებული ანტილაგის ჩაწერა მანქანაზე, რის გამოც ბევრი პრობლემები პორშინები ტყდება და ძრავები სულად ვიწევს ხოლმე და ანუ უფრო სტაბილურია თან შესაძლებელი არის რომ გამოიყენო ლილო არენაზეც ელემენტარული ჩარევით, რა ვიცი, 100 ცხენს მოვაკლებ და 350, 300 ცხენის პარკლებში შევარდები ლილოზე და იდეალური პლატფორმა მგონია LS-ის ძრავი. იმას 13-ზე რას ფიქრობ? იმას 13 ყველაზე ძალიან არ მიყვარს. იმის მიუხედავად, რომ მეც Mercedes-ის MS4 ძრავით ვასპარეზობ. ალალი რო ვიყო იმას 13 მაჩუქეს და მე სხვას ვაჩუქე. ანუ ყველაზე უემოციო ძრავია ჩემთვის დრიფტთან დაკავშირებით იმის მიუხედავად რომ გიორგი ჯავახიშვილია. ჯავახიშვილი რუსთაველი კვირას ვიყავი და უყურებდი აი ძალიან სასწაული ხმა ქონდა. ხო, აი მაგის მიუხედავად აი ეგეთიც რო იყოს არ მინდა რა რაღაცა. მე ვფიქრე რომ LS-ი დევს მეთქი ამაში თქო და მე კიროვა იყო და არა MS13 არის. ხო, ანუ ძალიან უემოციო ძრავია, გიორგი კი გააცოცხლა, იმენა ყველა ემოცია აჩუქა, ყველაფერი შეიძლება რაც კი საუკეთესო იყოს გიორგის პლატფორმაში ხედავთ მაგ ყველაფერს, მაგრამ მაინც არ მიყვარს რა, მაინც არ მომწონს, რო ვიცი რომ ერთი 3 არის, ანუ 13 არის, ეს რო ვიცი, ანუ ძალიან არ მიყვარს რა. გიო, მე კითხავ ეს რაღაც როგორც ვიცი დადიოდი რალისაც. კი. ხო, მაგაზეც რო 2 სიტყვით მოყვე ჩვენ მაყურებელს. სამწუხაროდ საქართველოში, ესე ვთქვათ, ძალიან აწვებოდნენ წინა ფედერაციის პრეზიდენტებიც, შალვა უბაიძეც, ვიქტორ თოდაძე იყო მაქამდე, რომ რალი განვითარებულიყო. მახსოვს ჩემ ბავშვობაში ტარდებოდა საერთაშორისო ჩემპიონატებიც, ერთ-ერთ ჩემპიონატზე საქართველოშიც მაქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც მახსოვს კი საერთაშორისო იყო, თაწმინდიდან ბეთანის იქით ამლევთან მივდიოდით, მე მგონი როგორც ზუსტად მახსოვს და უკან ვრუნდებოდ.
დანარჩენი რალის შეჯიბრებებზე მონაწილეობა მაქვს მიღებული საქართველოს ფარგლებს გარეთ. ორჯერ მივიღე ბულგარეთში, ერთხელ სერბეთში და ერთხელ ხორვატიაში მივიღე. იქაც ხორვატიაშიც მსოფლიოს მასშტაბით ესე ვთქვათ საუკეთესო მრბოლელები ვიყავით მიწვეული, მაშინ მე და მელუდმელაძე ვიყავით, სამწუხაროდ მელუდი ვერ წამოვიდა, მარტო მომიწია წასვლა და პირველივე დუელში დაუმარცხდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მონსტრებთან მომიწია. რა ავტომობილიც ვიყავით? E9 ვიყავი, იქ თავიანთი ავტომობილები ყავდათ ხორვატიაში და ისე E7 მყავდა. ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა მყავდა საქართველოში, მაშინ დოგბოქსის გადაცემათა კავროპკა მქონდა, ანუ სეკვენტალთან ახლოს არის. მახსოვს ინგლისიდან მყავდა, ვინც მანქანას მიპროგრამებდა, ჩამოყვანილი და ანუ მაშინ სხვა ემოციები იყო, საერთოდ სხვა იყო. მაშინ E7 იყო, რაღაც აი რაკეტა მყავდა, ესე ვთქვათ, კოსმოსური ხომალდი, რითიც დაუფრინავდი ხოლმე. სამწუხაროდ პირველ რაუნდზე დავიკავე მე-19 ადგილი მანქანის ბევრი ტექნიკური გაუმართავობიდან გზიდან რამოდენიმეჯერ გადავარდი ბულგარეთში. მეორე ჩემპიონატი სამწუხაროდ მრბოლელები გადავარდნენ გზიდან, დაიღუპნენ და შეჩერდა. ეს ის ეტაპი არის, სადაც ახლა ვერც ეტარდება ბულგარეთში. ეგზა არის, ანუ მათ ნასიარულები მაქვს და ძალიან ვამაყობ მაგითიც, რომ ეგზა ნასიარულები მაქვს. და შემდეგი იყო სერბეთი. უკვე სადაც სერბეთში ჩემ გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დავიკავე. ეს კადრების მაქვს დიდი თასიც მომწეს, დღეს სახშიც მაქვს ის თასიც. კი, პატარა ვიყავი და ძალიან გახარებული ვიყავი. უბრალოდ ეგ იყო წლის დასასრული უკვე და 2009 წელი 2008 წლის საფხული მოდიოდა. ჩვენ ქვეყანაში უკვე ომი დაიწყო და სამწუხაროდ ეგ იყო იმის გარდამტეხი, რომ მე ავტოსპორტს თავი დავანებე, იმიტომ რომ ქვეყანაში უკვე ავარიულობა იყო, ომი იყო, რაღაც დროს ავტოსპორტი იყო და პატარა ჩავარდა მქონდა, გავიპარე ესე ვთქვათ ავტოსპორტიდან გარეთ და ისე მოხდა, რომ 2009 წელს შემეძინა შვილი, ჩემი პირველი შვილი და სამწუხაროდ 2021 წლამდე საერთოდ მოუწყდი ავტოსპორტს და 2021-ში შემოვარდი დრიფტში. ის დაბრუნება როგორ მოხდა? აი რამ გიბიძგა იმისკენ, რომ აი დაბრუნებული ყავი და თან მაინდა-მაინც დრიფტში. დაბრუნება მიბიძგა ჩემმა ძმამ, ნოდომ, რომელიც უკვე მრავალზე ჩემპიონი იყო, რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრებაში ყოფდი, დავდიოდი, მაგრამ მაინც სიღრმისეულად არ მინდოდა შიგნით სამზარეულოში და სამზარეულოში, ესე ვთქვათ, ჩართვა და ეს ყველაფერი გამოიწვია კოვიდმა. როგორც მოგეხსენებათ, კოვიდმა რო შემოუტია მთელ მსოფლიოს, ჩავიკეტეთ ყველგან პირადი საქმეების, პირადი სამსახურის, ბიზნესის ყველაფერი გაგვიჩერდა და უფრო ტურიზმზე ვიყავი ჩამოკიდებული და სამწუხაროდ მაგიტომ დამემართა და წავედი ნოდოს დასახმარებლად ახალ მანქანას აწყობდა, ამ მწვანე BMW-ს აწყობდა და წავედი ესე ვთქვათ, რომ ხელობაზე მაინც მემუშავა ნოდოსთან და დრო გამიყვანა. რამაც ძალიან შემithრია ისე ვთქვათ ღამეებს ვათენებდით, იმიტომ რომ იქიდან ნებართვას არ გვაძლევდნენ სახში უკან დაბრუნების და რაღაც მსგავსი სიტუაციების ჰქონდა კი და თავით და ფეხებით შევედი ესე ვთქვათ ავტოსერვისში ნოდოსთან უკვე სახში რო ბრუნდებოდი შავი ხელებს ვეღარ ვისუთავებდი და ერთ-ერთ მისვლაზეც ძალიან მინდოდა ამას ხვდებოდა ალბათ ნოდო და დამახვედრა დრიფტკარი. დამახვედრა დრიფტკარი და აი ეს მოიყვანესო და გავაკეთოთო რაღაცეები, ლეგენდ გრუპის სერვისი ქონდა და ვითომ თავიშკუით მომატყუა რომ ვიღაცა მომხმარებელმა მოიყვანა იქ რაღაც დუგა უნდა გაკეთდეს იქ რაღაცა და თავიდან ერთი რამოდენიმე საათი არ მეუნებოდნენ რომ ეს მანქანა ჩემი იყო და აბა იქ როგორ მოგწონს ეს როგორ მოგწონს და ყველაფერი ცუდი მომაყოლეს იმ მანქანაზე აი ეს რა ბანზობა რაღაცებს ვიძახდა თან ეს ავტომობილი კომპაქტი იყო და კომპაქტი არ მიყვარს ყველაზე ძალიან აი რაღაცნაირი არის მაგას ვიძახდი რომ მეთქი ერთადერთი აი კომპაქტი მეთქი ცხოვრებაში რომ მაინც იქონ არ მინდა და რაღაცები და ეს ალბათ ძალიან გულზე ხდებოდა ნოდოსთან იმ მომენტში და ისე გავანძღე რომ ბოლომდე შენია ეს მანქანა გაჩერდი ანუ გაჩერდიო შენია ეს მანქანა და გავჩერდი ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა იმ მომენტში ეს ემოციები გამოხატვაც ეგრევე მანქანაზე დავხვდი და ლეგენდს გრუპის სერვისი სადაც ქონდა ლილოში პატარა მოედანი ვით იყო და გავარდი იქ მოვკალი ეს მანქანა იქვე
და ეს იყო ჩემი შეთრევა, ესე ვთქვათ, ნოდომ შემithრია დრიფტში. გადაცემის ბოლოსკენ კითხავ ჩვენ სტანდარტულ კითხვას. რას ურჩევ დამწყებ დრიფტერებს? ვინცაც ეხა უნდა მოსვლა? დამწყებ დრიფტერებს რას ურჩევ? ძალიან რთული კითხვა არის, იქიდან გამომდინარე, რომ მზად უნდა იყვნენ, ესე ვთქვათ, ამისთვის. პირველ რიგში ძალიან უნდა გიყვარდეს ავტომობილი და ეს სფერო. ჯერ პირველ რიგში უნდა გატესტონ თავიანთი თავი. გამოსდით თუ არ გამოსდით, იმიტომ რომ ძალიან დიდი დროის და ენერგიის დახარჯვა ჭირდება დრიფტს და მთავარი რჩევა ის იქნება, რომ თავიდან ალბათ დიდი ფინანსებით არ დაიწყონ, მაქსიმალურად ბიუჯეტური ავტომობილი ან გამზადებული ან რაღაც შეიძინონ, რომელიც 7-8000 დოლარის პარკლებში დაუჯდებათ. და როგორც ვთქვი, თავისთავად მოტესტონ რამოდენიმე თვე და თუ მიხვდებიან, რომ ეს მათია და მანქანას გრძნობენ, პირველია რომ ავტომობილს გრძნობდე. მე რა თქმა უნდა შეუძლიათ, რომ თავი და ფეხებით ბოლომდე ჩაეშვან და მთავარი აიღუპონ თავი დაიღუპებიან, ხო ესე ვთქვათ, დაიღუპებიან თავი და მთავარი რჩევა ის იქნება, რომ ჯერ რაღაც პირადი ცხოვრება, მეგობრებო, კარგად მოიწყეთ და მერე მოდით დრიფტში, იმიტომ რომ ორივე ერთად არ გამოდის, ესე ვთქვათ, ყველაფერი უკან მიდის სხვა, რომ დრიფტი განავითარო და ძალიან შეიძლება შევაშინეთ ეხა ახალი თაობა, მაგრამ იმდენად ადრენალინს გავისი და იმხელა სიამოვნება ეს თუნდაც ერთიდან მეორე გარბენამდე, ანუ ლიდიდან შეისამდე, რომ სიტყვებით ამის ახსნა შეუძლებელია იმხელა ადრენალინს და სიამოვნებას ვღებულობთ. აი ვერ ავხსნი ამას რა ხელა მაყურებლის თვალიდანაც აი იმდენად დიდი ემოცია მოდის ხოლმე ჩვენთან, რომ აი არ ვიცი. წარმომიდგენი ეგ თქვენ რაც გრძნობთ ამ მომენტში. ხო, ჩვენ რა ვზნობთ, ხო, ანუ ძალიან დიდი ზნობაა და რა თქმა უნდა, ყველა ახალ დამწყებს ურჩევ, რომ ეს ემოციები მიიღონ თავის თავზე და თუ რა თქმა უნდა მიხვდებიან, რომ თავიანთია ეს სპორტი, ჩვენც აქ ვართ, ყველა მრბოლელი, ყველა რჩევა და ყველა გამოსtildeება, ესე ვთქვათ, უფასოა, რაც კარგია, რაც ჩემ დროს არ იყო სამწუხაროდ და შეუძლიათ მოგწერონ პირადში მეც სხვა პროფესიონალ მრბოლელებსაც და ბევრ რჩევას მივცემთ, რომ თავიდან რთული გზა არ გაიარონ, როგორც ესე ვთქვათ, ჩვენ მოგვიწია, ანუ ეკლიან გზას ავარიდებთ მარტივად, ესე ვთქვათ. იო, კიდე ერთი კითხვა მაქვს შენთან. საქართველოში შენი აზრით ვინ არის ტოპ 5 დრიფტერი? ტოპ 5 დრიფტერი? ობიექტური რომ იყო, ანუ ჩემ თავსაც რა თქმა უნდა მოვისაზრებ, ესე ვთქვათ, ტოპ 5 დრიფტერში. მოდი მეხუთედან დავიწყოთ. მეხუთეს დავაყენებ ჩემ თავს, კაი, მე ვიქნები მეხუთე, რომ ცოტა ისე იყოს. მეოთხეზე დავაყენებდი კირვალიძეს, გუგას, ძალიან მიყვარს მისი სტილი და სიარული, აი გიждები ისე. მე მახსოვს JZ36-ით რო დადიოდა. დადიოდა, ხო, გუგას დავაყენებ აუცილებლად მეოთხე პოზიციაზე. მესამე პოზიციაზე არ ეწყინება იმედია და შალიკაშვილს დავაყენებ. მეორე პოზიციაზე მეულდმელაძე იქნება, რა თქმა უნდა და პირველი ჩემი ძმა არის, რა თქმა უნდა, სხვა ფიზიკურად არ გამოვა, იმიტომ რომ როგორ ვთქვა, ერთადერთი ადამიანი მგონია ნოდო საქართველოში, ვისაც შეუძლია ცივი გონებით მუშაობა სტარტის ხაზზე მით უმეტეს. ეს არც მეულდი შეუძლია, არც ჩალიკაშვილს შეუძლია, არც მე არც კევარდე დარწმუნებული ვარ, მათ თვალებში და მათ იმაში ვაწყობ. ერთადერთი არის ნოდო, რომელიც ცივი გონებით უდგება ხოლმე ამ ყველაფერს, ეს ჩემი თვალებით მაქვს დანახული თუნდაც ევროპის ჩემპიონატებზე და ამიტომ ჩემთვის საუკეთესო მრბოლელი არის დრიფტში საქართველოში. წარმატებებს გისურვებთ. კი, წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. და გულშემატკივრობთ, რა ვიცი, აქედან აქტიურად. დიდი მადლობა ასევე მეც გულშემატკივრობ და თქვენს დიდი წარმატებებში. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო პროფესიონალი ავტომრბოლელი გიორგი კოდუა, დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.